Salve, მეგობრებო, ეხლა რა ხდება? ეს არის ჭაზე, მაგს დაყენებული ტუმბო, პრიტაც ვიღებ წყალს და ვაგროვებ წყლის რეზერვუარში და ნახეთ რა ხდება. რო ვთავ, ესა არ იძურება რა. დაგვირდით ფრთას. ხო, ეს ემართება ხოლმე, როცა რამოდენიმე დღე დაუშვათ არ ჩართეთ ან კვირეები, ეჭედება ძრავი. მაგრამ აქ გაჭედილი არ არის, ეხა ყინვები გამოვიარეთ სამთალი. ნახეთ? არ არის გაჭედილი. ეხა ჩვენ გვაქვს ამის კონდენსატორი დაზიანებული. გამშვები კონდენსატორი ასე ქვია. გაშვებას ბიძგს აძლევს. ნახეთ, ეხა შევაერთე, ასე მუშაობა ცუდია, შეიძლება დაწვათ. ნახეთ. და დავახმარე ხელი. ანუ ხელით გავაკეთე გაშვება, რა? პირველადი ასე რომ ვთქვათ, იმპულსი მივეცი ხელით. ეს არის იმის დიაგნოზი, რომ ამას აქვს დაზიანებული კონდენსატორი. ხა კიდე ჩავრთავ. თვითონ აქ აწერია კონდენსატორის მონაცემები. და ეს კონდენსატორი ხა როგორ შევცვლოთ, ამის ვიდეოსაც გაჩვენებთ. წავალ ქუთაისში და ვიყიდი ამის კონდენსატორს. ეხა ავიღებ წყალს დროებით. მოგეთ ამის კონდენსატორს მოვიტან, შევცვლ და თქვენს განახებთ ამ პროცედურას თუ როგორ ხდება. აი, კონდენსატორი როგორც გითხარით. გამსკარია საერთოდ. აგი, გადახსნი ხა. ნახე, აფეთქებულია. დედა არ აქვს იმენა. დაღამდა ამასობაში. ეხა მოვიცალე ამ საქმისთვის, მამაჩემა მოიტანა კონდენსატორი. ეს ის კონდენსატორია, რომელიც დაზიანდა, აფეთქებული. და ეს უკვე ის ახალი კონდენსატორი გახლავთ. იგივეა, ყურადღება უნდა მივაქციოთ მიკროფარადებს. აქ ნახეთ. 12 მიკროფარადია წერია, ნახეთ, 12 მიკროფარადი 450 ვოლტი. და აი ახლა 12 მიკროფარადი. ცოტა დიდი ზომაა, შეიძლება უფრო კარგად იმუშაოს. გლეთ მოვათავსე თავის ადგილზე, ჯიგრულად და მოდი ახლა ჩავრთოთ და ვნახოთ აბა რას იზამს. მუშაობს საათივით. აი ესეც ასე. აბა თქვენ იცით ახლა როგორ მიაქცევთ ძრავს ყურადღებას. როდესაც აზუზუნდება და არ ჩაირთვება, იცოდეთ სიმპტომი ან კონდენსატორია, ან ძრავია გაჭედილი. მიაქციეთ ყურადღება. მოუფრთხილდით, არ გადაახუროთ, არ დაწვათ. სპილენძის ხვია. ასე რომ უკვე იცით რა როგორ არის, ამაში იმალება ეს კონდენსატორი. აბა თქვენ იცით, დასვით ლაიქი, მომავალ შეხვედრამდე.